სამსაათიანი განხილვის შემდეგ მთავრობის ხდომა დასრულებულია დღეს მინისტრთა კაბინეტი სულ 34 საკითხზე მსჯელობდა, მათ შორის გადაწყვეტილება მიღებულია რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩების როტაციასთან დაკავშირებითაც. დღეს მთავრობის კანცელარიაში გასული წლის მუშაობის შედეგებით შეაჯამეს. ხდომის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის და სასჯელო ახსნილების მინისტრებმა მთავარი პროკურორის შესახებაც ისაუბრეს. ჩემი კოლეგა ნინო სამყურაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. დიახოთა განცხადებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა სოზარ სუბარმა და უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უმცირესობის ასეთი პოზიცია მთავარი პროკურორის მიმართ ემსახურება იმას, რომ ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია მოხდეს. საპარლამენტო უმცირესობას არის ძალიან ნათელი. აი თუნდაც დღევანდელი საქმე, რომ და მსგავსი საქმეები, რომელთა გამჟღავნება მათ არ უნდა და ამიტომ უნდათ ისრების გადატანა სხვაგან. მთავრობის ხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და მე იმ განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა კომენტარი გავაკეთე, მე დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ ამ თემაზე, ამიტომ გონია რომ ჩემი კომენტარი უადგურია. მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რომელიც 2014 წელს იგეგმება სხვადასხვა სამინისტროებში და ასევე შეჯამდა 2013 წელი. პრიორიტეტი იქნება პირველ რიგში მიღწეული შენარჩუნება, გულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვას, ეფექტურობის გაზრდა. პრიორიტეტი იქნება დამატებით ხარისხის კონტროლის არა მარტო მედიკამენტების შემთხვევაში, არამედ ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და განფასებების ერთიანი სისტემის დანერგვა. ამ ორი ფაქტორის არსებობა ძალიან გვიშლის ხელს და მე შემიძლია ეხლა ვგითხრათ, რომ ამ ორი სისტემის ამუშავების შემთხვევაში მინიმუმ 30%-ით გაიზრდება ფინანსური ეფექტურობა. ძირითადი პრიორიტეტები არის უცვლელი, თუმცა ტემპები იმატებს. თუ ჩვენ 2013 წელს სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მუშაობდით ჩხაროსულ ავტომაგისტრალზე, სამი შემდეგი მონაკვეთი ემატება და 6 მონაკვეთზე იქნება პარალელურად სამშენებლო სამუშაოები. 25 მუნიციპალიტეტში და 3 დაბაში დაიწყება წყალმომარაგების სისტემის ფუნდამენტური შეკეთების სამუშაოები. მუნიციპალური და რეგიონული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ძირითადი მიმართულებები კვლავაც რჩება უცვლელი. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში ახალი სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის ხდომაზე ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე სპორტსმენებისათვის პრემიების გამოყოფის საკითხი და ბიუჯეტიდან ამისათვის გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. დიდი მადლობა ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ